დედამიწის ისტორია სამსია კლიმატური რყევებით, დათბობას გამყინვარების პერიოდები მოსდევს, ვიდრე შემდეგ კვლავ ზომიერი კლიმატი დადგება, ისეთი როგორც დღეს გვაქვს. ძნელია იმის დადგენა თუ რა იწვევს ამ გამყინვარების პერიოდებს, მაგრამ ზოგჯერ მეცნიერებს ძლიერი ეჭვი აქვთ, რომ ამ პროცესში ჩართულია დედამიწის ორბიტა მზის გარშემო. ამჯერად ახალ კვლევაში აჩვენეს ზუსტი კავშირი წარსულის გამყინვარებებსა და დედამიწის ორბიტის ყოველ რხევას, ნახივრობასა და კუთხეს შორის, რითაც მიაგნეს სამომავლო გლობალური კლიმატური რყევების პროგნოზირების ახალ გზას. დედამიწის ორბიტა მზის გარშემო სრულყოფილად სიმეტრიული არ არის. აქვს გარკვეულწილად ოვალური ფორმა, რასაც ორბიტულ ექსცენტრიულობას უწოდებენ. ამ ოვალის ცენტრში მზეა, რაც იმას ნიშნავს, რომ მზისგან დედამიწის დაშორება წლის განმავლობაში ცვალებადია. ამას გარდა ყოველი შემოვლისას კოსმოსში ამ ოვალის ადგილმდებარეობა ოდნავ იცვლება, რასაც ორბიტულ პრეცესიას უწოდებენ. და ბოლოს მზის გარშემო მოძრაობისას იცვლება დედამიწის ბრუნვის ღერძის დახრილობაც. ბოლო 800.000 წლის მონაკვეთში გამყინვარების ხანა ყოველი 100.000 წლის ბოლოს სრულდებოდა და მეცნიერებმა ამ ციკლის მიზეზის პოვნა ვერ შეძლეს. როგორც ჩანს, დეგლაციაცია, ანუ გამყინვარების ხანის დასასრული, ჭიდროდ არის დაკავშირებული პრეცესიასა და დახრილობას შორის კავშირზე, მაგრამ მხოლოდ დახრილობაა პასუხისმგებელი გამყინვარების დასაწყისზე. დედამიწის დახრილობა ამჟამად მინიმალურისკენ შემცირების პროცესშია, რასაც ის მომდევნო 11,000 წელიწადში მიაღწევს. მკვლევართა ჯგუფის გათვლების თანახმად, შემდეგი გამყინვარების ხანა სწორედ ამ პერიოდამდე დაიწყება. გამოიწერე კოდის YouTube არხი. ნახე უამრავი საინტერესო ვიდეო სხვადასხვა თემაზე.